სულ ცოტა დრო დარჩა ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის გახსნას. 9-ში 7 საათზე იქნება ოფიციალური გახსნა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველაფერი მზად არის ამ დღისთვის. მანამდე რამდენიმე დღით ადრე გავხსენით ოფიციალურად ბიატლონის 3 კილომეტრნახევრიანი ტრასა, რომელიც არის არაჩვეულებრივი, კიდე დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურა ბაკურიანისთვის. ბაკურიანი სამთო-სათხილამურო კურორტია და ხშირად აღმინიშნავს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა თუ არ დაემატება, ვთქვათ, როგორც არის ბიატლონი, ტრამპლინები და ასე შემდგომ, ბაკურიანი დაკარგავს ზამთრის სათხილამურო კურორტის სტატუსს და ეს კიდე სწორედ ერთი დიდი ბენეფიტია ამ ოლიმპიადის ფარგლებში. 10 რიცხვიდან 16 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება ბიატლონსა და სამთო სახეობებში შეჯიბრებები. აგრეთვე დაგეგმილია 10-დან 15-ის ჩათვლით გასართობი ღონისძიებები ბაკურიანის ცენტრალურ პარკში. რა თქმა უნდა, ყველა როგორც სპორტულ ღონისძიებებზე, ასევე გასართობ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. რაც შეეხება შეზღუდვებს, მოგახსენებთ, რომ მინიმალური შეზღუდვებია ჩემპიონატის ფარგლებში, მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, კონკრეტულად დიდველის მიმართულებით გადაიკეტება გარკვეულ დროს გზა, მაგრამ იმისთვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნათ როგორც ადგილობრივს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს, იმოძრავებს საზოგადოური ტრანსპორტი იმაზე მეტი ვიდრე მოძრაობდა სხვა პერიოდებში და აგრეთვე მოსახლეობაზე ან ვისაც სასტუმროები აქვს ამ არეალში გაიცემა სპეციალური საშვები. სამედიცინო მომსახურების კუთხით, მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანში არის სახელმწიფო კლინიკა, აქ დამატებულია როგორც ტრავმატოლოგები, ასევე კატასტროფა მუდმივად დგას, დაემატა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მანქანები, მაგრამ თვითონ ამ ოლიმპიადის ფარგლებში საორგანიზაციო კომიტეტს ხელშეკრულება აქვს დადებული კერძო კომპანიებთან და იქნება დამატებითი ჯგუფები მობილიზებული და აგრეთვე მობილიზებული იქნება და მუდმივად იქნება ვერტფრენიც. თუ იქნება რაღაც ღმერთმა დაიფაროს განსაკუთრებული შემთხვევა, ყველანაირი სამედიცინო სერვისები არიან მობილიზებული დამატებითი ჯგუფები. ყველაზე დიდი პრობლემა ბაკურიანში და პიკურ სეზონზეც გამოიკვეთა, რომ არის საპარკინგე სივრცეების არქონა ბაკურიანში და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სამუშაო არის სწორედ საპარკინგე სივრცეების მოწყობა. ამ ეტაპზე ჩემპიონატის ფარგლებში გამოვყავით 25-იანის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნის დროს საპარკინგე სივრცეები დამატებით, სადაც ადამიანები შეძლებენ, რომ განათავსონ თავიანთი ავტომობილები. ბიატლონის ტრასის მიმდებარეც შევქმნით საპარკინგე სივრცეები დამატებით და დიდველზე ისედაც იყო საპარკინგე სივრცეები. ეხლა კიდევ აღნიშნავ, რომ ის პიკური სეზონი გადავლილია, რაც ჰქონდა იანვარში, ამიტომ მსგავსი სიტუაცია და დისკომფორტები აღარ შეიქმნება, რაც თქვათ იანვარში ჰქონდა და აქედან გამომდინარე უფრო რაღაცა მშვიდად ვართ.